აიწყებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან ომს. ამ კითხვამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა სხვა თემა გადაფარა, რადგან მოვლენათა განვითარების სცენარი, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ, ძალიან წააგავს ტრამპის იმ ტაქტიკას, რომელიც მან ვენესუელას წინააღმდეგ გამოიყენა. ძალების კონცენტრირება, დიპლომატიური გზის შეთავაზება და მუქარა, რომ სადაც სიტყვა არ გაჭრის, იქ ამერიკული ძალა გადაწყვეტს ყველაფერს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ის ძილს მხოლოდ ირანის უზენაეს ლიდერს არ უფრთხობს. ახლა ეთერში ერეკლე ფოლადის-შვილი შემოგვიერთდება და ისაუბრებს თუ რამდენად რეალური ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომის დაწყება ერეკლე საღამომშვიდობის. ბეკა საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. როცა პრეზიდენტმა ტრამპმა ირანელ ხალხს იანვრის დასაწყისში ბრძოლის გაგრძელებისაკენ მოუწოდა და ისიც დააანონსა, რომ დახმარება უკვე გზაში იყო, ბევრს გაუჩნდა მოლოდინი, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთის უმთავრეს შიიტურ სახელმწიფოს დაარტყამდა, თუმცა აიათოლას რეჟიმის მიერ ათასობით ადამიანის ხოცვას რეალურად მომენტალურად არაფერი მოხდა. ამან ბევრს აუცრუა გული და ალბათ ლოგიკურადაც. თუმცა ვინც ამერიკული არმიის სიამაყის, ავიამზიდებისა და მათი არმადების გადაადგილებას თვალყურს აქტიურად ადევნებდა, მიხვდებოდა, რომ ყველაფერი ახლა იწყებოდა და ამერიკა სხვაგვარი პასუხისთვის ემზადებოდა. ისეთვისთვის, როგორიც ტრამპს ახასიათებს. კარგად დაგეგმილი და ხისტი, წინ რომ მეტოქის კუთხეში მიმწყდება უძვის. 2 დღის წინ ბირთვული ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი მასზე განთავსებული უამრავი გამანადგურებლითა და წყალქვეშა ნავების მთელი ფლოტილით ირანის ზღურბლს მიადგა. დღეს კი გავიგეთ, რომ მას კიდევ ერთი არმადა შეუერთდება. ჯერ არ ვიცით, რას გულისხმობს ის და ვიხილავთ თუ არა 2 ავიამზიდის კონცენტრაციას, თუმცა ფაქტია, შტატები ჩინეთიდან სხვა ქვეყნისაკენ აქცენტს ასე უბრალოდ არ მიაპყრობს. უპირველესად ჩდება კითხვა, რატომ გახდა დამატებითი ძალის მობილიზება საჭირო. იგივე ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნით ამერიკა სამხრეთ ჩინეთის ზღვას მთლიანად აკონტროლებდა. ახლა კი ირანის კუთხეში მიმწყდევას ერთი ხომალდი არ ყოფნის? ან სად არის ის ბაზები შტატებს მთელ ახლო აღმოსავლეთზე რომ აქვს გადაშლილი? საუდის არაბეთში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ სამეფოში, კატარში. საქმე ის არის, რომ სამივე ამ სახელმწიფოში ახლო აღმოსავლურ სამხედრო გადაადგილებებს განსაკუთრებული შიშით უყურებენ. უყურებენ ერთადერთი მიზეზის გამო. ვითარების ეს ესკალაცია საერთოდ აღარ ჰგავს ზაფხულის ერთდღიან დარტყმას ბირთვულ პროგრამაზე ბიორი სპირიტებით რომ განხორციელდა. საქმეში ავიამზიდია შემოსული და არც ტრამპი ჩანს უკან დამხევი. იციან რა ირანის სამხედრო სტრუქტურა და მათი აზროვნების მოდელი, იციან რომ უკან დახევა არც აიათოლას უყვარს. ხოდა რომ ხვდებიან, რომ ეს დაპირისპირება გრძელვადიან ომში შეიძლება გადაიზარდოს, პროცესს წინასწარ ეთიშებიან. დიახ, სხვა არაფერი ჰქვია იმას, რაც სამივე ქვეყნის ლიდერმა ოფიციალურად გააჟღერეს. ამერიკის შეერთებული შტატები, საუდის არაბეთისა და ყატარის, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზებსა თუ პორტებს ირანზე დარტყმებისთვის მარტივად რომ ვთქვათ, ვეღარ გამოიყენებს. ვერ რადგან თუ ასე მოხდა, სამივე არაბული ნავთობის სახელმწიფო ნავთობის ექსპორტის უმთავრესი გზის ჰორმუზის სრუტის გარეშე დარჩება. წარმოიდგინეთ, საუბარია სრუტეზე, რომელიც გლობალური მიწოდების 20%-ს ატარებს და ანალიტიკოსების უხეში დათვლით, მისი ჩაკეტვა ნავთობის ფასს $150-მდე გაზრდის. ახლა $60-70 ნიშნულთან ვტრიალებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, სამივე ქვეყანა ბაზების გამოყენების არდაშვებით ცდილობს ტრამპს მიანიშნოს, რომ ეს ომი არ უნდა უღირდეს. აი სწორედ ამით აიხსნება მეორე არმადის გამოყვანა არენაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრამპი ამჟამად ირანთან ვენესუელურ პოლიტიკას ეწევა, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მისთვის ზეწოლის მუქარის ბერკეტების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. ანუ თუ არაბული ქვეყნების ბაზები როგორც კარტები ხელიდან გამოეცალა, აუცილებელია ისინი რაღაც სხვამ ჩაანაცვლოს, რომ მუქარას აზრი კვლავ ჰქონდეს. დიპლომატიური მცდელობა ვახსენეთ და უნდა ვთქვათ, რა სიტყავს ტრამპი ომის არდაწყების სანაცვლოდ და რა ვითარებაა ახლა. მაშასე, ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს არაფორმალური მოლაპარაკებისას შემდეგი 3 პირობა დაუსახელა. პირველი, ირანმა საბოლოოდ უნდა თქვას უარი ბირთვულ პროგრამაზე. მეორე, კვეთრად შეამციროს რაკეტების რაოდენობა და მათი შესაძლებლობები და მესამე, შეწყვიტოს ხალხის დევნა, მათი უფლებების დარღვევა და სასაკლაოების მოწყობა. ცხადია, ამ 3-დან 2 წმინდად გეოპოლიტიკურია. ერთი კი, როგორც წესი, კეთილშობილების საბურველშია გახვეული. ნამდვილი ინტერესი ცხადია ბირთვული პროგრამაა, თუმცა ირანმა დღესაც დაადასტურა, რომ უკან დახევას არ აპირებს. იგივე ეს შევიტყვეთ დონალდ ტრამპისაგანაც. მათ საუბარი არ სურთო, უთხრა მედიას ტრამპმა. მას რა იქნება შემდეგ?
ომი, თუ ისრაელს დავეკითხებით, ეს უკვე დროის საკითხია და არა იმის იქნება თუ არა ომი. მათი დაზვერვის შეფასებით ირანი გასული წლის ზაფხულის ომის სცენარის გაცილებით მასშტაბური ვარიანტისთვის ემზადება, რომელიც მთელ აგრესიას სწორედ ისრაელზე მიიმართავს. სწორედ ამიტომაა ამ გადმოსახედიდან საუდის არაბეთის, კატარისა და საამიროების პოზიცია გასაგები. ალბათ ისრაელის შემდეგ მათ ყველაზე მეტად სურთ შიიტური ირანი, თუმცა ეს ომი მათ ომად მაინც არ მიაჩნიათ და არც უღირთ შიდა სტაბილურობის მოსვლად. სამაგიეროდ ამერიკასთან ერთად ისრაელი მოხვდება დარტყმების ქვეშ. ცახალის ჩრდილოეთის სარდლობის ცნობით ირანი მრავალფრონტიანი კონფლიქტისთვისაა მზად და ეს მხოლოდ მასშტაბურ რეგიონულ ომს ნიშნავს. რას ამბობს თავად ოფიციალური თეირანი? აიათოლას რეჟიმის პოზიცია ნათელია. შეგვეშვით, ჩვენი საქმე გვაცადეთ და არც არაფერი იქნება. თუ არ შეგვეშვებით და ომს დაიწყებთ, ჩაიკეტება ჰორმუზის სრუტე და ნავთობის გლობალური მიწოდება სრულად აირევა და ეს ყველა ეკონომიკას, განსაკუთრებით კი შტატების არაბულ მოკავშირეებს დაარტყამს, რაც შეეხება ომის პირდაპირ წარმოებას, აქ 610,000 ირანელი აქტიური სამხედრო და 10,000 სხვადასხვა ტიპის რაკეტა დახვდებიან ამერიკულ შეიარაღებას. დახვდებიან და ამერიკისთვის ყველა მნიშვნელოვან რეგიონულ აქტივს დაარტყამენ. მას რა არის ამვითარებიდან გამოსავალი? რა სცენარებს განიხილავენ ანალიტიკოსები? ვენესუელას შემთხვევის მსგავსად აქაც სამი ვარიანტი გვხვდება. პირველს, რომლის ალბათობაც ამ მოცემულობით ყველაზე დაბალია, დიპლომატიური გარიგება შეგვიძლია ვუწოდოთ. აშშ მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გააძლიერებს მობილიზაციას ახლო აღმოსავლეთში, ამოავსებს არაბული ქვეყნების ბაზების შეზღუდვის დანაკლისს და ირანს ბირთვული პროგრამის მკვეთრად შესუსტების ან სრულად გაქრობის სანაცვლოდ ომისაგან თავის არიდებაზე დაითანხმებს. მეორე სცენარი გარკვეულწილად ვენესუელური ამბის განმეორებაა, ოღონდ არა აიათოლას მოტაცებით ან ლიკვიდაციით, არამედ წერტილოვანი და ეფექტური დარტყმებით. დარტყმებით სამხედრო კორპუსის ხელმძღვანელობაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს დაახლოებით იმ ამბავს მოგვაგონებს ვენესუელაში ხალხთან ერთად ჯარმაც რომ პირველად გაიგო და თავიდან საერთოდ რომ ვერ მიხვდნენ შეუმფრენები როგორ გამოჩნდნენ მათ ცაზე. შემდეგ დასახიჩრებული მოლაპარაკების მაგიდასთან მივა ამ შემთხვევაში ირანი, მიიყვანენ მას და ხელახლა დასვავენ და მისთვის ამ შემთხვევაში ამერიკისთვის სასურველ შედეგზე მოაწერინებენ ხელს. ეს მოკლევადიანი წერტილოვანი ოპერაცია საკმაოდ რეალისტურ სცენარად მიიჩნევა. უბრალოდ საფრთხე ის არის, რომ ჩვენ იმ ხალხზე ვსაუბრობთ, ვინც ერახთან ომში 12-14 წლის ბავშვებს უიარაღოდ უშვებდა და ბოლოს ჰუსეინს უკან მაინც დაახევინა. აი, ამავე შიშიდან გამომდინარეობს მესამე აპოკალიფტური სცენარი, როცა ირანი და აშშ სრულ მასშტაბიან ომში ჩაებმებიან და ჩაითრევენ სულმცირე ისრაელს. აქედან მოგებული ირანი ნამდვილად ვერ გამოვა, რადგან მსოფლიოს უძლეველ სახელმწიფოს მაინც ვერ მოერევა. უბრალოდ დიდად ხეირს ვერც აშშ ნახავს, ირანი დიდად ერაყისაგან არ განსხვავდება და თუ სახელისუფლებო ვაკუუმს გააჩენ, ვინ დაიკავებს მის ადგილს, რა ტექტონიკურ ცვლილებებს მოიტანს ეს, არავინ იცის. ანალიტიკოსების შეფასებით, ტრამპი ასეთ გამბიძე უბრალოდ ვერ გაბედავს წასვლას. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენთვის ახლო აღმოსავლეთში ვითარება ნამდვილად არ არის სასიამოვნო. ვართ წარმოუდგენლად არასტაბილური მოვლენების განვითარების რისკის წინაშე და ის გადაგვჩენია იმედი ვიქონიოთ, რომ ავიამზიდების მობილიზება და აიათოლას რეჟიმის კედელთან მიყენება დიპლომატიური გადაჭრით დასრულდება და თუ არა, მაშინ არც არავინ იცის რა მოხდება.